გიორგი ბაქრაძე და შანშე ქენქაძე. კიდე რა ვიცით ლესტერზე, ლესტერის მფლობელი არის ტაილანდიდან. ვაი, იქ მეც ამახსოვდა. ესე იგი მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მეორე მინიშნება. ოკეი. ესეთ მინიშნებები აღარ ფიქრობ ახლა. დამაფიქსირე და ჩამოვსვამ, კაი? ოკეი. რო არ დამყავჭე მას. ვისავით არის აქვე? ფინივით შეიძლება იყოს რამე. მომეწკეთვა. დაგეწყდება გული. ფაქტია რომ დამწყდება. მე ახლა ერთი ფულაზე თამაში არ მინდა რა. წარმოიდგინე რომ გადამწყვეტი რაუნდია. ხო, აი რაღაცა ეგეთი. თქვა რომ ახლა გიორგი ბაქრაძესთან წავაგე მეთქი გცანხი არ მაქვს მე იტყვია რა მთელ საქართველოს ეგრეა. აქ მოუხდებოდა ასე იტყოდა ზარატუსტრას მუსიკა, იმიტომ რომ ვიწყებთ მაძიებლის მესამე სეზონს და თუ თქვენ ახლა გვიყურებთ, ესე იგი უკვე იცით რომ მაძიებლის მესამე სეზონი მიმდინარეობს და ჩატარდება რასადროდისთან კოლაბორაციით, ამიტომ ჩვენს პირველ ეპიზოდშიც ჩემი სტუმრები იქნებიან და ერთმანეთს დაუპირისპირდებიან რასადროდისის გამორჩეული მოაზროვნეები. ძალიან მაგარი ხალხი, რომლებიც ახლა აქ ქვას-ქვაზე არ დატოვებს. გიორგი ბაქრაძე და შანშე ქენქაძე, გამარჯობა. მეგობრებო, როგორ ხართ? კარგად. შენივრად. რასადროდისში ერთმანეთს უპირისპირდებით ხშირად, იმიტომ რომ ორი ლიდერი გუნდის მოთამაშეები ხართ. მაგრამ საინტერესოა ინდივიდუალურად როგორ განვითარდება მოვლენები, ესე იგი შეიძლება ითქვას ორი გოუთი რასადროდისის უპირისპირდება ერთმანეთს მაძიებლის ესე იგი პირველ ეპიზოდში. ხალხო, ერთ-ერთის კაპიტანს მიყავს. ერთ-ერთის კაპიტანს მიყავს, ხო. ესე იგი აბსოლუტურად რუსული სეზონი, იმიტომ რომ წამყვანიც ამბავში ჯდება, ხო. საქმე ისაა, რომ რაღაცა პატარა ცვლილებები გვაქვს ამ სეზონში, რომელიც პრესეზონის თამაშში უკვე გითხარით, მაგრამ მაინც გავიმეორებ. ერთი ცვლილება ისაა, რომ შემოგვეპარა მსოფლიო ისტორიის რაუნდი, უпростоრად კითხვა და დოსიეშიც და საქმეშიც ერთი კითხვა დაეთმობა მსოფლიო ისტორიას. და მესამე რაუნდი, ვერდიქტის რაუნდი შევცვალეთ ფორმატით და ამჯერად 3 კონვერტიდან 2-ს გაცხრილავენ მოთამაშეები, ერთი დარჩება, იმერძე ვითამაშებთ და იმ კონვერტში იდება თემა, რომელ თემაშიც შეგხვდება 3 შეკითხვა, ორქულიანი ნომინალებით, თითოეულის გამოცნობაზე 2 ქულის მოპოვების საშუალება ექნებათ და ეს შემდეგ გადაწყვეტს საბოლოოდ გამარჯვებულის ბედს. სანამ გადავალთ თამაშზე, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მაძიებლის მესამე სეზონის პარტნიორია Extra G და ძალიან კაია რომ გვეხმარებიან რომ ჩვენ გავაგრძელოთ კვლევა ძიება საქართველოს და მსოფლიოს ისტორიაში. ასევე უნდა ვთქვა რომ PSP არის კვლავაც და კვლავაც ჩვენთან ერთად, ჩვენი მუდმივი მეგობარი და Click Production-ი ახორციელებს ჩვენი სეზონის გადაღებას და Heima Production-ი ზრუნავს ჩვენს მუსიკალურ შეფუთვაზე. ეს ასე და ამგვარად, ასევე ალბათ გაინტერესებთ, რატო უნდა გაისარჯოთ, რისთვის, რად გიღირთ ეს ყველაფერი, ეს წვალება. აგერ არის ვირტუალური რეალობის სათვალე MetaQuest 3, რომელსაც მოიპოვებს სეზონის გამარჯვებული. თითოეულ თამაში დამარცხებული კი ასევე დასაჩუქრდება პრიზებით PSP-სგან და Extra-სგან, ამიტომ ხელცარიელი არ წახვალთ თამაშიდან. მამშვიდებს. სანამ თამაში დავიწყებთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაგვიტოვეთ კომენტარები, მოიწონეთ კონკრეტულად ეს ეპიზოდი და დავიწყოთ, უნდა ავაგდო ლარიანი. ერთიანი გინდათ თუ გერბი? როგორ გაინაწილებთ? არა, იყოს ერთიანი, რავი. გერბზე არ ხარ წინააღმდეგ. ოპა. გერბი. ოკეი. გიო, შენ დაირჩიო, დაიწყებ თუ არ დაიწყებ, ანუ მეტი დოსიე მოგიწევს თუ მეტი საქმე სათამაშოდ. თუ დაიწყებ ორი დოსიე გიწევს. იცი, მოდი მე იყოს დაიწყოს შანშემ. შანშემ დაიწყოს. მოვლენებზე თამაში უფრო გირჩევნია ამ შემთხვევაში უპირატესობით ვიდრე. მაშინ ჩვენი პირველი შეკითხვის პირველი მინიშნება შანშესთვის.
ეს გახლავთ პირველი მინიშნება. შანშე, შენკენ გამოუშვებ ამ მინიშნებას. ასე. მოდი, ვაჩვენოთ კამერასაც. ოკეი, ეს არის ზარდახშა. რომელშიც არის მოქროვილი. შეიძლება ეს უბრალოდ ხელში შევეხო. კი, შეგიძლია. მოქროვილი ნივთები. ბევრს არაფერს მეუბნება, ახლა ცოტა ზოგადი აქვს, ბევრი რამე შეიძლება დააკავშირო და ბევრი ვერსია შეიძლება მოვიდეს. ნუ წმინდა პირდაპირ ლოგიკით თუ წავალთ და ვიტყვით, რომ ეს არის ოქრომჭედლობა, პირდაპირ ოქრომჭედლობა. მაშინ შეიძლება იყოს ბექა და ბეშქენოპიზრები, რომლებიც ცნობილი ხანჭედები იყვნენ და ოქრომჭედლები. შეიძლება იყოს ვიღაცა, ვინც ოქროს ინახავდა და განც ინახავდა საქართველოსთვის და ყუთი შეიძლება მაგ დანიშნულებით არის და ექვთი მეტაყაიშვილია. ოკეი. ექვთი მეტაყაიშვილს გაგიფილტრავ წინა სეზონში იყო? თუ წინაში სეზონში იყო. ნუ საკმაოდ ფუნდამენტია, ჯერ ამიტომ თავს შევიკავე მაინც ნუ იმ პირველ ვერსიას დავიტოვებ და მეორეს შევეცდები რომ ნახოთ შემდეგი მინიშნება რა. არა, ეს რო გასარისკი იყოს ალბათ გავრისკავდი, მაგრამ ჯერ თამაში იწყება და შესაბამისად. მაშინ გიორგისთან მოვიდა ეს მინიშნება. გავიკეთო ყურსასმენი. კი, გაიკეთე ყურსასმენი. ოკეი. სხვა შორის ეს მინიშნებაც ექსტრა მოგვაწოდა. ნუ სავარაუდოდ ქალია, ხო? ერთი ის არის, რომ სავარაუდოდ ქალია. არ ვიცი. ბევრნაირი მინიშნება შეიძლება. ბევრნაირი მინიშნება შეიძლება იყოს, ხო, რაღაცა ჯაჭვის პერანგი. მაგრამ ბეჭედია, სუბრასლეტებია და გასაღები მოყვება, ანუ რაღაცას ეს თვითონ ზარდახშის სამკეთი გასაღები. ოკეი. თუ ქალია სიტყვაზე და რაღაც მოგზაურობს, მაშინ ან ვიღაცა არის, ვინც გათხოვდა ან გაათხოვეს საზღვარგარეთ, ტიპა გურჯი ხათუნ თუ გურჯი ხომი. ვინ იყო მანდ კიდე ესეთი მართა მარიამი აღარ იქნება სავარაუდოდ, იყო უკვე. მე ვერ გეტყვი. კიდე იყო ძალიან საინტერესო ქალი თამთა. ივანე ათაბაგიშვილი, მაგრამ ეგეც არ ამგონია. ოკეი, არ გვაქვს არა. კაი, დავტოვოთ მაშინ დროებით ეს მინიშნება აქ. დააფიქსირა? არა, დააფიქსირა, თუმცა რაღაცა შეიძლება მაინც მომესმინე. ხო, საინტერესო იყო ნამდვილად, მაგრამ მეორე მინიშნებაზე უნდა გადავიდეთ, რომელიც შემდა მოგცემ. ეს არის მეორე მინიშნება. ესმენები. აშე. ეს შეიძლება ვნახო. რა თქმა უნდა. სიმწვანე, ორივე რომ მწვანეა ეგ. ცოტა მაბნევს ახლა. ეს რაღაც შესაძლებელია. მიტოვებულია თუ არა, მაგას არ ვიცი, შეიძლება რაღაც საიდუმლო გზა, სადაც შედიოდნენ ვიღაცები და ცხოვრობ. ვიღაცა შეიძლება განცმალავდა, ეს საინტერესოა. ის რო გასაღებია, შეიძლება ეგ არის. რომ ვიღაცა სადღაც შედიოდა და განცმალავდა, ვინ მალავდა, განც სად მალავდა შიგნით? ოკეი. გავრისკო, არ გავრისკო. რაზე რისკო? რო არ მითხრა. უცნაურია. მე ახლა რო ვერსია ვთქვა, ეგ მეტყვით იყო წინა სეზონებში, ხო? კი. მაგალითად, თუ იყო წინა სეზონებში ფარნავაზი. არა. ფარნავაზი არ ყოფილა, ხო? არა. ხო არ ყოფილა სამ. თუ გავიხსენებთ ეგეთ გადამოცემას, რომ სადღაც წვიმის დროს გამოქვაბულში თავში შეაფარა და იქ შემთხვევით ნახა განძი, საიდანაც დაიწყო საქართველოს გაერთიანება. საინტერესო. ეს განძი აქ არის და ეს აშკარად ისეთი გამოქვაბულია, რომ მიტოვებული და სადღაც მაგ დროს უნდა შეაფარო წვიმის დროს თავი. უბრალოდ ხლა გიორგი სამკულაზე გონია რომ გამოიცნობს. იმავე ლოგიკით? იმავე ლოგიკით წავა. ანუ ახლა ეს მგონია რომ გავახსენდება. გარისკო თუ არ გარისკო? ანუ მე რო ვთქვა რომ ახლა გიორგი ბაქრაძესთან წავაგე მეთქი გცანხი არ მაქვს მე იტყვია რა მთელი საქართველო ეგრეა. ამიტომ საინტერესო თამაში ვთამაშებ.
ხო, რავი, ლოგიკა მგონი საინტერესო არის რა. ძალიან ცალსახ არ არის და შეიძლება მწვანეც შუაში იყოს და რაღაცა. მაგრამ მე გავარისკავდა ფანოს დავაფიქსირე. დავაფიქსირე ფანოს. მოიხსენი გიო? დააფიქსირე შანშემ თავისი ვერსია, არ თქვა რა ვერსია დააფიქსირე. სწორია თუ არა? არ არის სწორი. არ არის ეს სწორი პასუხი. შესაბამისად გამომაქვს შენთან, შეგიძლია ნახო. მე შენ ახლა აზრი ხო არ აქვს მოусმინობა. ეხა აღარ გინდა ყურსასმენები. Так. აგრძელებს გიორგი ამ რაუნდზე თამაშს, შემდეგი რაუნდიდან შემოგვერთდები ისე. შეგიძლია ხელი შეუშალო ან დაეხმარო. მოусმინე უბრალოდ ინტერესო. კარები ტყეში. ზოგადად ჯვარი. ესაც მწვანე არის, ისიც მწვანე არის, ესეც მწვანე არის. რაცა სადღაც იმალებოდა. ეგეთი თუ იმალებოდა. ეს არ იმალებოდა ტყეში, სადღაც მონასტერში იყო. იცი? ის ვერსიები რაც მქონდა ხო, ვიღაც ქალის რაღაც სამაგაში არ ჭდება. ცოტა სხვაგან წაგიყვანა უკვე ამ სურათი. ხო. მე შემიძლია გითხრა რომ შანშე გამოთიშულია თამაშს, ამიტომ შენ შეგიძლია უფრო მშვიდად თქვათ ორქულიანი. მეც მასე ვფიქრობ, ხო. მინიშნება მიიღო. მეც მასე ვფიქრობ, რომ ორქულიანი მინიშნება მიიღო. 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 კარგი. ორქულიანი მინიშნება, ანუ მესამე მინიშნება ამ შემთხვევაში არის ძალიან ცნობილი წიგნის ყდა ლეილა სლიმანის. პირველად მასმის ხადია. საგები ახლა. პასუხსაც მიხვდი? არ თქვა არაფერი რა თქმა უნდა, მაგრამ ისე თუ არაუდობ. მაგრამ ეს გიორგისთან. ამონკალდაებს არ მეუბნება ეს. ამ წიგნის ყდა. ხო, ნუ თვითონ წიგნი არ მოვიტანეთ, მოვიტანეთ ყდა. ხო. იავნანა. ლეილა სლიმანი. ლეილა სლიმანი არის ავტორი, კი. კონკურსის პრიზი მოიგო, საერთაშორისო ბესტსელერი. ახლა აი იმასთან მიმართებაში რამე თუ იქნება. ეგ იმას მიშვება, რა ქვია, ვერც ვერ ვგავ. კაი. რა გვაქვს? მოკლედ ჩვენ გვაქვს პატარა ისა, რა ქვია, ზარდახშა, სადაც დევს სხვადასხვა ისინი. სამკაულები და გასაღები. ჩვენ გვაქვს ხე, კი არა და ქვია, ტყე და კარები ტყეში და იქ ვიღაცა ცხოვრობს სავარაუდოდ. და ჩვენ გვაქვს წიგნი იავნანა, რომელიც დაწერა ლეილა სლიმანი. ეგ სამ რაღაცა უნდა დავუკავშირო ერთმანეთს. სურათი რა გვაქვს ჩვენ ღილებია. შეგიძლია ერთ ქულაზეც მიიღო მინიშნება. სავარაუდოდ ეს იქნება და ვფიქრობ რომ გაიჭედა. გული მიგზავს საერთოდ არ ვიცი ეს ადამიანი ვინაა და ამიტომ 0-0 დარჩება ეს ანგარიში. ერთქულიანი. აიტ. და მე ველოდი ამ მომენტს ძალიან განსაკუთრებულად, იმიტომ რომ პირველად არის. არა, პირველად არ არის, არის ერთი მინიშნება, რომელიც ყველა სეზონში მოგქონდა რეკვიზიტის სახით და მესამე სეზონშიც გვინდოდა რომ ეს მინიშნება, ეს რეკვიზიტი მოგვეტანა. აუდგები მოვიტან. ია. ეს არის ბოლო მინიშნება. ისაც გახსოვთ წინა სეზონები იქაც იყო ეს მინიშნება ზუსტად ეს. აბატონ. ვერ ხვდები. მე შეიძლება იყოს იავნანა, again, იავნანა. რამე მაინც უნდა დააფიქსირო რა ამ პრინციპში. რამე მაინც უნდა დააფიქსირო, კი, აშკარად ხო. კაი. ია კარგარეთელი, რა ვიცი. ია კარგარეთელი. პირველი 300 ემთხვევა. აი, მეორეს ახლა მივხვდი, ხო. მეორე მინიშნება ცოტა პირველმა დამაბნია, თორე მეორე ალბათ ბუნების კარი იყო? კი. ეს არის ბუნების კარი. ბუნების კარი. იაკობ გოგებაშვილი. ეს არის იავნანამ რა ქნა. ეს არის საგანძური. საგანძური საგანძური გოგებაშვილის არის? კრებული არის საგანძური. და დედაენა.
არის იმის მერე წარმარტივი იყო ლულაბის მერე, მაგრამ იაკობ გოგებაშვილის 4 ყველაზე ცნობილი შედგენილი თუ დაწერილი წიგნი. ნიშნება იყო ამ ბუნების კარი. ბუნების კარი არც გამხსენებია. ხო, ბუნების კარი, კარი ტყეში, კარი სიმწვანეში, რაღაცა შეიძლება და კარი ბუნებაში როგორც ვთქვათ. ოკეი. და საგანძური. საგანძური ფასუში მქონდა და აღარ გამახსენე. აღარ გახსოვდა ეკრებული, ხო? მისი მინიატურების და სკრებულს ქვია საგანძური. არა უშავს, როგორც ითქვა, ლენტი გავჭერით და მოდი ვნახოთ იაკობ გოგებაშვილის შესახებ ჩვენი ვიდეორგოლი. იაკობ გოგებაშვილი, ქართველი მწერალი და პედაგოგი. კიევის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ თბილისის გიმნაზიაში მასწავლებლად ინიშნება. აკადემიაში ინსპექტორად დაწინაურებულს პოლიტიკური შეხედულებების გამო ათავისუფლებენ. იაკობ გოგებაშვილი აქტიურ საზოგადო მოღვაწეობას იწყებს, იბრძვის საქართველოში სახალხო სკოლების შექმნისთვის და მონაწილეობს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გახსნაში. მისი პედაგოგიკის მთავარი პრინციპი ხდება ხალხურობა. მატერიალურად ეხმარება ხელმოკლე მოსწავლეებს და საზოგადო მოღვაწეებს. იაკობ გოგებაშვილი აქტიურად განიხილავს ცალკეულ საგანთა მეთოდიკის პრობლემებს. 1876 წელს კი გამოსცემს დედაენას, რომელშიც წერა-კითხვა ბგერითი ანალიზურ-სინთეზური მეთოდით ისწავლება. ვაგრძელებთ თამაშს. გიორგი ბაქრაძე და შანშე ქენკაძე იბრძვიან მაძიებლის მესამე სეზონში ნახევარფინალისტობისთვის. ჯერ კი მეოთხედფინალი გვაქვს და მეორე დოსიე უნდა ვითამაშოთ, რომელიც ამჯერად გიორგისთან უნდა დავიწყო. და მეორე დოსიეს პირველი მინიშნება. საინტერესოა. ფეხბურთი გიყვარს? კი. კივნეულად. ძალიან შენც იცი. მომეხსენება. პირველი მინიშნება. შესაც ვაჩვენებ. ინებე. აბა. ის არის ჯეიმის ვარდი? ჯეიმი ვერ ვარდი. გეტყვი. ვერ მეტყვი, მაგრამ თუ გონია სახეებზე ვცნობ, პროსტა არის. ნუ ლესტერი არის, ხა ლესტერში. ვინ არის კიდე ვარდის მეტი? კაი, თუ ვარდი არის სიტყვაზე და ლესტერი. აი, დავაფიქსირო პასუხი? პირდაპირ შეგიძლია დააფიქსირო? აი, რიჩარდ მესამეს აღმოაჩინეს. საქართველოზე ვთამაშობთ ჯერ. კაი მითხარი, კიდე კაი მითხარი თორე. და ადამიანი უნდა გამოვიცნო. ხო, რიჩარდ მესამე ვთქვი ამით. ხო, მივხვდი. პარკინგზე ხო, პარკინგზე რო იპოვეს, ხო. ოკეი. მაშინ აკი საქართველოზე არის, მაშინ საქართველოს არ დავაფიქსირებ. კი ბატონო. ლესტერის შეიძლება იყოს კიდე. კაი, არცაც არ დავაფიქსირებ. მაშინ მივცეთ შესტრო. გავიკითხო? კი, შეგიძლია გაიკეთო ხოსას. აბა შენ თუ გეცნობა, ვინ არის? სახელი ძალიან მეცნობა. არამე. მაგრამ ამას ვერ ვცნობ ვინ არის. ძალიან მეცნობა სახეზე ახლა. მაგრამ გიყვარს ფეხბურთი? ფეხბურთი საშუალოდ ბოლო წლებში აღარ უყურებ, მაგრამ ნუ გუნდს ვცნობ, რომ ლესტერია და მეფეა. შენ ხო ბარსელონას გულშემატკივარი იყავ? არა, მე მარტივი ცხოვრება ვირჩი, მადრიდის რეალის გულშემატკივარი. უი რა, ეს რა მომივიდა? ისინი არ მიყვარს. კინოული. დაუცნაურია, მანჩესტერის გულშემატკივარი აქტიურად უყურებს ფეხბურთს და რეალის აღარ. ეგეც აქვს მიზეზები. მოდი ახლა მელია და მეფე, ხო, მელიებია მეცახელი, აქაც ხედავთ King Power-ის სტადიონი და მეფე. მგონია რომ ახლა საქართველოს მეფეა, მაგრამ ეს უნდა ვიცნო, მაგრამ ვერ ვცნობ ვინ არის. კაი, დავუშვათ თუ სახელი და გვარი ვერ გავიხსენე და რომელიმე მეფე, რომელიც არის და ნადირობასთან და დავუშვათ მელიებთან დაკავშირებული. საქართველოს ისტორიაში ვართ. საქართველოს ისტორიაში, ხო. მელიები, ეგეთიან მელია იყო ეგეთი მეტსახელი, ეგეთი არ ყოლია ისეთი არავინ. ნადირობა ვახტანგ გორგასალი არც იქნება, ამას არც ვიკადრებ, რომ ესეთ მარტივად დაუშვა, რომ ვიღაცა ნადირობაზე მეფე და მელია ვახტანგ გორგასალი იყოს. მოკლედ დაუთმო გიორგის მეორე მინიშნებას. არ დააფიქსირა? არ დააფიქსირა, პირველი მინიშნება ადგილზე რჩება, შეგიძლია ჯერ მოიხსნა კურსასმენები და უნდა მეორე მინიშნება მოგცეთ, რომელიც რეკვიზიტის სახით არის ჩვენთან წარმოდგენილი. ეს არის მეორე მინიშნება.
ოკეი. ეს კაცი ვინაა, ვერ დავადგინეთ არის თუ არა ვარდი. მაგრამ არის ლესტერიდან. და ჩაი. ბაიხის ჩაი გურიელი, ტრადიციული. ნახე შენ შესაბამისი გარემო უნდა შეგიქმნა. წარმოიდგინე რომ გადამწყვეტი რაუნდია. ხო, აი რაღაცა ეგეთი. გადაწყვეტა უნდა თამაშება უნდა, ხო. კაი, ვარდი და ჩაი სიტყვაზე თუ ვარდია, ხო? თუ გვაქვს ვარდი და ჩაი. გურიელი. შეიძლება აქ იყოს მნიშვნელოვანი რომ არის გურიელი. ანუ გურიიდან. კაი, აქ კიდე რა გვაქვს? აქ გვაქვს მეფე. გვირგვინი. კიდე რა ვიცით ლესტერზე, ლესტერის მფლობელი არის ტაილანდიდან. ვა, იქ მეც ამახსოვდა. კაი, ესე იგი მაგას არ აქვს მნიშვნელობა. აი რა დაიჭირა. ვებსაიტს არ მეუბნა, ო, ტაილანდიდან არ, ტაილანდს არ აქვს კავშირი ხოთორე, ესე იგი ტაილანდი რო იყოს, კი. მელიები, ჩაი. კაი, მიცე ჩაშეს. შანსი, შანშეს. სამერთსა და იმავე 100-ზე დაწყებული. არის სიტყვით. ტრადიციული შავი ჩაი, გურიელი. საინტერესოა. ჯერჯერობით ვერ ხვდები, მოდი რომ ვიმსჯელოთ. თუ გურიელებია, ეს იყო სავარაუდოდ გურიელები მართავდნენ ოდიშის სამთავროს. ოდიშის სამთავროს რომელიმე მმართველი რო თქვა, ეგ ძალიან რისკი იქნება ახლა ჩემი მხრიდან რა. ყეღანაც გარისკე. ხო, ამიტომ არ ვიცი. ყველა ცნობილი მმართველი იყო ლევან მეორე დადიანი მე-17 საუკუნეში. კონკრეტულად, მაგრამ ამაზე ვერაფრით ვერ ვადასტურებ ჩემ ამეჭვს, რომ თუ გურიელი და ოდიშის სამთავრო ყველა ცნობილი მმართველი იყო ლევან მეორე დადიანი. მეფე, რომელიც სავარაუდოდ დასავლეთ საქართველოს უკავშირდება, აღმოსავლეთ საქართველოსთან ჩაის კულტურა არ არის. მასე აქტიური. ამიტომ ვერც ამ ლევან მეორე დადიანს ვერც ვადასტურებ, ვერც ვარ ყოფარ. ხوارჯობია მესამე მინიშნებას. ჯობია. ეხლა ტყუილად წელავ, ამიტომ დაუთმობ ხლიანს. არა? არ დააფიქსირა შანშემაც არაფერი და მესამე მინიშნების დრო არის, რომელიც გახლავთ ვიდეო ამონარიდი. ოკეი. Serped. მოდი ნახოთ ვიდეო ამონარიდი. გიორგი, თქვენია ბურთი და მოიდა. აი. სურამის ციხე პირიქით. გამოვიყვანოთ ზურავი. გამოვიყვანოთ ზურავი. ეს კაცი მაბნევს. ვერ ხვდები ისაა თუ არა. თქმა უნდა, ყველას რაღაცა თავისი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ხო. ლესტერი ჩაი, ვინც არის, კედელი. Pink Floyd. ამ სიტყვებს ვერასოდეს მოისმენდი. ვერანაირად ერთად, ხო. კაი. მიგოცა? რაღაცა მეგონი მაგარი. კი, მეგონი უჩველი ორი ქულა აქვს. ჟესტიკულაცია ასახავდა მის ორ ქულას. კი. და მე არაფერს არ მეუბნება. ეხლა მე მიჭირს გითხრა რომ ხო არ გადავიდეთ თქო, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ ნიშნავს რომ ორი ქულა უნდა ვაჩუქო. მაგრამ რაღაცა უნდა ვთქვა. ხო, რაღაცა უნდა ვთქვა. მაგრამ არ მაქვს ვერ ხვდები. მიცეთ. არ მინდა ვაფიქსირებ პირდაპირ. ეს არის ედვარდ შორნაძე, ხმერთ ბენ ვაიტი, არსენალში მახსოვდა. ბენ ვაიტი. აბა აგვიხსენი. ეს არის ვაიტია, ხო, ფენტეზიში ვყავდა შაშმეთ საიდან მეცნო. მარტო ფენტეზიც რო იცნობ, ფეხბურთს. ვაიტმელა, თეთრი მელა, ნუ ეს დაანგრევა. თავიდან რო ვიფიქრე რომ მეთქი ისე ლევან მეორე დადიანია. მეთქი რომ კელასურის კედელი და რაღაც, მაგრამ დაანგრევა რა შუაშია. მე მივხვდი რომ ბერლინის კედელის დაანგრევაში აქვს წვრილი შეტანილი და შავი ჩაი არ ვიცი, მაგრამ გურულია, გურიასთან კავშირი და ყოველთვის შავ ჩაის სვამდა ხოლმე ვარდების რევოლუციიდანაც გეხსომებათ
ბენუაიტი ლესტერში არასოდეს არ ყოფილა, შემიძლია გითხრათ. ეს არის ფოტოფალსიფიკაცია, იმისთვის რომ უაიტი მოგვეხვედრებინა. მაგრამ უაიტ სახელს სახეზე ვერ გავიხსენებდა, ამიტომ ყველაფერი დანარჩენი ტყუილა იყო რეალურად. კი, მელია, აქ მართალია მეფე მთლად არ იყო, მაგრამ პრეზიდენტი იყო და რაღაცნაირად მაინც ჯდებოდა. ეს იყო ედუარდ შევარდნაძე, ეს სწორია. თეთრი მელაი თეთრ საქართველოს მეორე პრეზიდენტი. 2-0. ხო, ჩვენ შენი ჟესტიკულაციით მივხვდით უკვე რომ წინასწარ გამოცხადებული. კი. კულა იყო. ძალიან მივხვდით პანფონში. ნახოთ, ხო. ერთგულიანი მინიშნება ჯერ. ერთგულიანი მინიშნება ჯერ, რა თქმა უნდა, რომელიც გვაქვს აქ. რომელიც არ გახდა საჭირო, მაგრამ ჩვენ მოვიტანეთ მაინც ეს მინიშნება. ეგ უკვე. ხო, ეს ამაზე მიხვდებოდით, ხო? ამაზე ცნობილი wife beater-ი, ეწოდებული. შევარდნაძე. ნუ მაგაზე რა საინტერესო დასავლეთში wife beater-ია და რუსეთში ალკაზალი. ის რა აწუხებს. ხო. კეთილი, ნახოთ ახლა ვიდეო რგოლი მაშინ ედუარდ შევარდნაძეზე. ედუარდ შევარდნაძე 1964-1965 წლებში ხდება საზოგადოებრივი წესრიგის დასვის მინისტრის მოადგილე. მოგვიანებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი, ხოლო 1985 წლიდან საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. მონაწილეობს გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში, ხელს აწერს ამერიკისათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით. 1992 წელს ბრუნდება საქართველოში და 3 წლის შემდეგ ხდება საქართველოს პრეზიდენტი. 2000 წელს პრეზიდენტად მეორე ვადით ირჩევენ. 3 წლის შემდეგ კი ვარდების რევოლუციის გამოტოვებს თანამდებობასა და ხელისუფლებას. ვაგრძელებთ თამაშს, გავხურდით 0-0, 2-0 გახდა ანგარიში ამჯერად ჩანშე გაიჭრა წინ და მესამე დოსიეზეც თამაშის უპირატესობა შენკენ არის. ოღონდ ამჯერად სოფლიო ისტორიიდან იქნება გამოსაცნობი პიროვნება და მოდი პირველი მინიშნება შანშეს. აი ესეთი ულამაზესი მინიშნება გვაქვს ექსტრადან. აი ესეთი მინიშნება. ოკეი. ვარდებიდან ქალმართველები, მაგრამ ვიღაც როუზი რო იყო ეს როუზეც არ მახსენდება, როზა მაგალითად, როზმარი. არ ვიცი, თუ გინდა ვარდი 1-2 წამით. მეორე თუ ლუქსემბურგის დროს შემოვა როზა ლუქსემბურგში. არ ვიცი, მე დავუთმობ, თუ აიღებს ანუ ის არის რა. ოკეი, ესე იგი არაფერი წერდა. შენს გეტყვი რომ ეტიკეტს მნიშვნელობა არ აქვს ამ შემთხვევაში, უბრალოდ შესაძლებელია ამოგვიყვანოს კოდო. ვარდები. ყველა ვარდი არის სხვადასხვა. არის 10 ვარდი. კაი, ნუ ვარდებზე პირველი ვარდების სოუმი ცხადია, მაგრამ 10 არ იყო მან. და თან ადამიანი გვინდა ჯერ. თან ადამიანი გვინდა ჯერ, კიდე რა შეიძლება იყოს ვარდებთან დაკავშირებული. როუზ. შეიძლება იყოს შექსპირი. Rose Bain other name would be a sweet mara. სხვადასხვა ვარდები არის, მაგრამ ერთ-ეგრეს უნდა. Okay. კაი, Rose is a rose. Gertrude Steini. ვარდებთან დაკავშირებული ყველა ციტატა. ეს კაი, თვითონ ფაქტი რომ ეს არის გვირგვინიან დიადემა. რას გვეუბნება? კიდე რა შეიძლება იყოს ნიუტონის სიტყვაზე? რატომ? რომ პრიზმა და ფერები, თუმცა თანმიმდევრობით არ არის ეს ფერები. მაგრამ ყოველ შემთხვევაში თეორიულად ნიუტონს ვარდებთან აკავშირი ქონდა, ხო ვერ ვიხსენებ რამე თუ ქონდა კავშირი. ვაშლის ხის გარდა, ხო? თან კაი. ხო, დაუნებდეთ გავიერათ. კაი.
ამ მინიშნებას არ დააფიქსირა, რამე ვერსია გაგიჩნდა? არა, ჯერ. და შემდეგი მინიშნება უკვე ერთგვარად რეკვიზიტის ფორმით და შანშესთან. შემდეგი მინიშნება არის ასეთი. სულ დაიბნევით ახლა, ხო? თუ შეიძლება მინიშნება რომ მომიყვანოთ. აი ისი. მოდი ჩემთან, მოდი. მოდი, არ დამჭხაპნავღნოთ. შეეშინდება რომ ავიყვანო ეს. მეორე მინიშნება. ოკეი. და ესეთ მინიშნებები აღარ ფიქრობ ახლა. მაგრამ უნდა დამაფიქსირე და ჩამოვსვამ, კაი? ოკეი. რო არ დამოყვანო მას. კი ბატონო, დაგაფიქსირე. კაი. მაინც ხოლები. მანქი და კატა. მოკლედ ახლა რომ ვიფიქრო არის რომელიღაც ქალზე რატო ვფიქრობ მაინც და მაინც შეიძლება კაცი იყოს. კატასტაი ანუ არ ვიცი, მაიმუნი და შეიძლება ევოლუციის ის რა იყოს დარვინი რო თქვა დაუშვათ. დარვინი კარგია. და კატა როგორც მაიმუნის ევოლუციის შემდეგია. არა, მე ეგრე არ ვფიქრობ, მაგრამ აი ეს ვარდების წრეც რა შვაშია, Ring of Rose. ცხოველი. მეორებ რომ იმ პოზაში ტყუილა არ დამჭერია თავიდან, ხო? ამ ხარზე, ხო? ხო. არის კატა. ვიღაცან კატაუზის ხარზე. გამიჭირდება ახლა რამის დაფიქსირება. ანუ ერთადერთი კატით იური კნაროზოვი მახსენდება, მაგრამ ეგ ძალიან ის არის, ძალიან ცნობილი კატა ყავდა იმ აია, ვინც გაშიფრა და ხე გადაღებულია, ხე უბრალოდ მას ხელში უჭირავს ის ცნობილი კატა, მაგრამ კიდევ მაიმუნი გეშლის ხელს. მაიმუნი მეშლის ხელს. მანქ. მოდი გიორგის ვაცდია, თუ აი მე საერთოდ ამ გვენერწოი. დაფიქსირა? კურსასმენების შანსი არ დააფიქსირა, იმრჩევა ბევრი. შენთვისაც ვიტყვი რომ აღარ ვაწვალოთ ჩვენი კატუნია, იმ პოზაში აღარ დავიჭერ. ხო, მაგრამ მხრებზე მნიშვნელობა ჰქონდა. კი, რა თქმა უნდა, მე მაგას მივხვდი. კაი, შავი კატა ასწირდება ედგარ პოსთან, მაგრამ ეს დაერჩენი არ ასწირდება ედგარ პოსთან. დიდად. კაი, ვთქვათ ეს მაიმუნი მხრებზე რო დაისვის, значит რაღაცა ცნობილი არის ამასთან დაკავშირებით. ან ვიღაცის სურათია, ან რაღაცა, მაგრამ მხრებზე ყავდა. კაი, თუ ეს მაიმუნი არის და ეს შავი კატა არის. ედგარ პოს ვარდებს ვერ იმაშვები, თორე შავი კატაც აქვს და მორგის ქუჩაზე მკვლელობაც მაიმუნი არის მანდ. მაგრამ ხრებზე რატო? კაი, იყოს მესამე მინიშნება. იყოს მესამე მინიშნება. შანშე? დაფიქსირა? არ დააფიქსირა გიორგიმ და გადავდივარ. მესამე მინიშნებას გააქვს შენ ვერსია? არა, გონებას ისე რა. ვერსიების მეტი რა მაქვს, უბრალოდ არც ერთი სწორი. მესამე მინიშნება. გახლავთ შემდეგი. თუ იმე რამის მოხდა არ თქვათ. ლილუ დალას მულტიბას. არ თქვათ. შანშე. გიორგი ყურსასმენი. არ ვიცი. მაინც ვერაფერს ვერ ხვდები. სწორი მილა იოვოვიჩი ფილმიდან მეხუთე ელემენტი, ლუკ ბესონის, რომელიც თამაშობს უცხო პლანეტელებს, გოგოს, რომელიც ჩამოვარდება უცხო პლანეტიდან. ესეც უცხო პლანეტასთან არის დაკავშირებული ვარდი ლილო წითელი მილა იოვოვიჩი და რატო მეხუთე ელემენტი მეხუთე ელემენტი რო პირდაპირ მნიშვნელობით გავიგოთ მეხუთე ელემენტი ბორია ლილო რაშუაში ხარ მართლა ეს შეხული ოცხო პლანეტელები და კატა სავარაუდოდ ანგარიში გათანაბრდება ახლა არ ვიცი თუ მიხვდა გიორგი ამითი რამეს
მაგრამ თანაბრად მე ახლა ერთ ქულაზე თამაში არ მინდა რა ფიზიკურად არ მინდა ერთ ქულა შენია რომ რამე გარისკო რამე გავრისკო მაგრამ აი ხო გითხარი ჩემი მსჯელობის დონე როგორია რა და მაგის იქით რამე ხელთ ჩასაჭიდი რომ ქალს სადაც ვიღაც ქალს წითური აი რამე უნდა დააფიქსირო მაშინ ან არა გიორგის მეცეთ ალბათ გათანაბრდეს არ დააფიქსირა? არ დააფიქსირა და ნეტა შენთან თუ გაჩერაიმე. ეს არის მილა იოვოვიჩი, ვინმე მეხუთე ელემენტი. კი, ნამდვილად ასე. რომელიც არის უცნაური რაღაცეებით შეკრული. კი. და შეშინებული უყურებს რაღაცას. ანუ ერთი ვარიანტი რაც შეიძლება იყოს მართლა ედგარ პო შეიძლება იყოს, просто ვარდი არ მახსენდება. და მაგას აქვს მოთხრობა ქვია ჭა და ქანქარა, სადაც ესე შეკრული კაცი, ну ეს ზუსტად არა, მაგრამ შეკრული კაცი წერს და ეს ის მაშობა. მაგრამ თუ კი ისინი სირთულით მოდის მინიშნებები. ხო. ეს მეორე უნდა ყოფილიყო და ეს უნდა ყოფილიყო მესამე, რაც არ არის. აი ეს ლოგიკა. ამიტომ ეგ არ უნდა იყოს. ისა. ამიტომ ეს არ უნდა იყოს ედგარ პოს სავარაუდოდ. მაიმუნი და კატა. ეს მაიმუნი და კატა მიტრიალებს და დარწმუნებულებო ძალიან მეწყინება. მეც ასე მგონია. არა, რა დავაფიქსირო, ეგეც არ ვიცი. ძალიან დიდ დრო გავიდა. კაი, ავიღოთ მეოთხე ის რა. შანსიც არაფერი უთხრა პრინციპში ამან. დაფიქსირა? არა. ვაუ. და ბოლო მინიშნება უნდა მოგცეთ. ერთქულიანი ხო რაღაც უნდა ვთქვა აი დანეტა ვერსია მომივიდეს რა თუ არ მე მგონი ეგ ეს მარტივი იქნება რა ავინიც რო იყოს ახლა ასე ვფიქრობ მარტივია ეს არის ბოლო მინიშნება რა არის once ვეფხვდები ერთუჩო ეს არის შანშე გიო კურსასმენები შეგიძლია კარგად დააკვირდე შეისწავლო საბჭოს ნამგალი და ურო. კარგი არაფერი. მახსენდება ნამგალზე და უროს. ეს რა არის? თვარეა. ეს აი ჩანთა, ვიღაც ჩანთა. ხო თუ რა არის ვერც ხვდები, რომელზეც სამწუხაროდ სიმბოლიკაა დადანილი. დააკვირდი. ეს რა არის? ბავშვია. ბავშვია. ეს საბჭოთა და ემბრიონის პოზა რატო აქვს? ან თუ ეს რა არის? თვარი და მზე, ხო? ეს არის ასტრონომია, იური გაგარინი. და ტყავი. თვითონ რა არის ბოლომდე ვერ მოხსენი რა არის? ეს რაღაც ტყავის არის, რომელზეც რაღაცა დახატული. და სიმბოლო რატოა და საბჭოთა სიმბოლოები და მზე და მთვარე მაგას ვერ ხვდები. წარმართულის თითქოს არის, თითქოს არ არის, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირია და საქართველოს არ უნდა იყოს, ხო, საბჭოთა. ქართველი არა, მსოფლიო ისტორია. მსოფლიო ისტორიიდან. ოცნაურია, რომ ვერსიაც კი არ მომივიდა ერთქულიანზე. მაპატიეთ კომენტარებში სულ რაღაც არ დამეწყვეტ. არა, რატო ეგრე არა. ვიღაცისთვის შეიძლება არ არის მარტივი. ვიღაცისთვის მარტივია. არ ვიცი. მოდი იყოს ეს პროლეტარიატი, იყოს როზა ლუქსემბურგი. როზა ლუქსემბურგი. დააფიქსირა შანშენ ვერსია და არასწორად. რა თქმა და ბოლომწელობა ანგარიში შესამცირებლად. ვოჩო. ყველა მინიშნება აქ არის. ეგაც. მე ეს ახლა უნდა მოვისმინო, მე დავტკბებია. რასტა რა არის? ოკეი. ანუ ეგ იდეაში უნდა იყოს ყველაზე მარტივი მინიშნება, ხო? რაღაც არის ჯოხზე. მე ასე მეგონა, მაგრამ შეიძლება წარეთ შევწდი. დიდი შანსია. ანუ დაჟე ვერ ხვდები რა, რაღაც არის ჯოხზე. ხო. რაღაც არის აქ არის ესე მიმული რაღაცით, ანუ სამკაულო არის, ვერ ხვდები. იმისავით არის აქვე, ფინივით შეიძლება იყოს რამე. მომეჩქარ. მაგრამ
დაგწყდებათ გული. არ ვიცი. ფაქტია რომ დამწყდება. მე არ მგონია სიმართლე გითხრა, არ ვიცი, მე ბახს ახლა, იმიტომ რომ აი ვერსია ხო ნახე ჩემი ვერსიები მომივიდა, ამიტომ. კაი, ვინ შეიძლება იყოს? ანუ ემალივით არის რაღაცეები, ხო? და ეს აქეთ-იქიდან არის დამაგრებული. ბახტო არის რაღაცა ჯოხზე. ეს არის ვიღაცა ბავშვს თითქოს გავს. რაღაცა უეცარი გაელვების. აი რაღაცა ეგეთი უნდა. ხო, რომ აი უეცარ, რომ და არც არაფერი. აი ფერს არ მეუბნება. კიდე მოვლენები გვაქვს სათამაშო? ვიცი ხო? არ ვიცი. აპატიეთ, რასადაც უკეთესად თამაში. არა, კი, იცი რა მეც თქვენ მასე, დროში რო გზრუნავთ მეც მასე. ადამიანი უფრო კარგად აზროვნებთ მე. არ თან იქ 6 კაცია. ხო. არა, მარტოც ვიღაცა მეტყვის, რაღაცას მეტყვის. მოკლედ, ეს უნდა იყოს ვიღაცა, რომელიც დაკავშირებული არის საბჭოთა კავშირთან, ან კომუნისტურ იმასთან, თუ რაკეთზე არის იქ თვარე, ვარდები, აგერ ეს ფისო და მაიმუნი. რატო იმალები? გამოგხედე, კამერები გიყურები. ავი, იყო ჰერბერტ უელსი, ვაფშე ვერ ხვდები რა შუა ხო რა შუაშია, მაგრამ კაი, აბა ეხლა რა ხდება? რა ხდება რამდენი. ამ შემთხვევაში კითხვაში გვჭირდებოდა ყველაზე მეტად ვიზუალური მახსოვრება, რომელიც მე არ მაქვს საერთოდ. ვიზუალური ასოციაციები, იმიტომ რომ თითქმის ყველა ნახატზე ის გამოსახულია ასეთი ყვავილების გვირგვინით. ის ატარებდა კორსეტს, და კალო. რეკს, რომელიც თვითონ მოხატა და რა თქმა უნდა აი ეს მესამე ის მილეოვოჯი ყველაზე მეტად შეიძლება და ცნობილი ნახატი. ეს არის ძალიან ცნობილი ნახატი, ფრიდა უბრალოდ ძალიან ცნობილი ნახატი, რომელზეც კორსეტი არის გამოსახული, კიდანე აღებული ეს მსჯელობისას. ხო. მე შეიძლება გავიფიქრე, მაგრამ პროსტო ვერ მივხვდი რა და ყველაზე ცნობილ ავტოპორტრეტზე გამოსახულია კატით და საკუთარი კატით და მაიმუნით, აი წამეში ჩაფული. ის მესამე მახსოვდა ძალიან. შეგვიძლია ვაჩვენოთ ეგ ნახატი კატით და მაიმუნით. ცერა ფრიდა კალოს იდეაში ყველაზე ცნობილ ნახატად ითვლება ეგ ავტოპორტრეტი. ამ წვანეში ჩაფლულ რაღაცა. მახსოვდა, პორტრეტი მახსოვდა, მაგრამ ძირთად წარბების გამო. მაიმუნი ყავს და ზუსტად ესეთი კატუნია ყავს. აშავი კატა. რომელმაც მთელი რაუნდი ჩვენთან ერთად გაატარა, სხვა შორჩა ამ კატას ქვია ედგარი, მაგრამ აღარ გითხარი რომ არ გამიშიოთა. ედგარი მშვენიერი სახელია. აი ეს უბრალოდ ეს რა არის მაინც. კორსეტია. მაგის კორსეტია ხო. ფრიდა კალოს ორიგინალური კორსეტია, რომელიც თვითონ მოხატა. ნუ ნამდვილად მის ტრაპეზებზე ბავშვი რო არ ყავდა ხო და სულ უნდა და კარგი ხო აი ეგენი არ მახსოვდა აი ეს ყველა ცნობილი მაგრამ ისეთი ის არის ახლა მონტაჟში ჩავსვამთ მე გამოვაჩინე ფერები ისეთი აქვს რომ იმ ცხოველებს აღარ აქცევ ხო არა არც მახსოვდა შანსი არ მეც არ მახსოვდა ის პროექტები უფრო მახსოვდა ამიტომ ფუ არა ეხლა მე ცოტა რთული იყო მაგრამ ეხლა შენიწყებ და სოფლიო ისტორია ბოლოში იქნება ისევ კი ოკეი მოდი გამოვაცხადოთ ისა ვიდეო რგოლი ნახეთ ვიდეო რგოლი ფრიდა კალოს შესახებ 18 წლის ასაკში მექსიკელი გოგონა სახელად ფრიდა უბედური შემთხვევის შედეგად ხერხემალს იზიანებს. რეაბილიტაციის პერიოდში აქტიურად იწყებს ხატვას და ცდილობს მეცნიერებასა და ხელოვნებაში თავისი ინტერესები ერთმანეთს დაუკავშიროს. მალე იქორწინებს დიეგო რივერაზე და ხდება მექსიკის კულტურის სემინარიის თანადამფუძნებელი. მომდევნო წლებში ჯანმრთელობის გაუარესება აისახება მის ნახატებზეც. 1953 წელს მეხიკოში თანამედროვე ხელოვნების გალერეაში იმართება მისი პირველი სოლო გამოფენა. ამავე წელს ფრიდას მხატვრობით ინტერესდება ტეიტის გალერეაც და მის 5 ნახატს გამოფენს. მოგვიანებით ფრიდა კალოს მე-20 საუკუნის უმნიშვნელოვანეს მხატვრად აღიარებენ. ვაგრძელებთ მაძიებლის მესამე სეზონის პირველ ეპიზოდს. ოღონდ ამჯერად გადავდივართ საქმეებზე, სადაც მოვლენები უნდა გამოვიცნოთ და საქართველოს ისტორიიდან პირველი მოვლენის დრო. გება რომელშიც ჩვენ გვაქვს პირველი მინიშნება. ნახეთ მეგობრებო. ეს არის პირველი მინიშნება.
ოკეი. გიო, შანშე, გულსასმენები. ნუ ნოტები არ ფშუაში არა, იმიტომ რომ 6 ხაზია. ნოტების მნიშვნელობა საზრე არა. ეძებდი რა იყო ხო? ხო, რა ვიცი რაღაცა ხო იცი ახლა. შოსტაკოვიჩი რა. საქართველოს ისტორია გვაქვს. საქართველოს ისტორია გვაქვს. ესე იგი, შავი ნოტი ამტრევს კედელს. ლოგიკურია რომ რაღაცა მუსიკასთან უნდა იყოს კავშირში. შავია, რაღაცა ტრაგიკული მოვლენა მუსიკის ისტორიაში, არ ვიცი. ევგენი მიქელაძის სიკვდილით დასჯა, ან ბერიამ როგორი გაუხრიტა. კედელი იმტრევა მუსიკის გამო. სიტყვაზე იერიქონის კედლები, რომელიც არა საქართველოს ისტორია, მაგრამ მაინც. ისტორიაც პრინციპში. ხო, ნუ თეორიულად. კაი. და ნუ ეს ანარეკლი არის ამ ნოტის, თქვა ზუსტი არა, მაგრამ კაი. ხო, ნუ კაი, ნუ მოკლედ არაფერი ისეთი არა გვაქვს, ამიტომ ვაცალოთ შანშეს. კი ბატონო. დააფიქსირა? არა, დააფიქსირა გიორგი. კარგი, მიმსჯელებ მუსიკა ანგრევს კედელს, music breaks the wall, fall. კედელი რა შეიძლება იყოს და მუსიკა რა შეიძლება იყოს ზოგადად მუსიკასთან დაკავშირებული საქართველოს ისტორია. ერთი არის ჰიმნოგრაფია შუა საუკუნეებში, მაგრამ აქ კონკრეტულად არაფერი არ მახსენდება და კედლის დანგრევასთან რა შუაშია. ორია ოპერის საშენება და მაგრამ ერთი კედლის დანგრევა უკვე მქონდა დღეს თამაში. აღარ არის ეს რა არის მაშინის კედელია, ნოტებია და ასკარად ხო მუსიკასთან უკავშირდება. ერთი არის რომ პირველი ოპერის პრემიერა რუჩა დე ლამერმორი როცა იყო 32-ში, მაგრამ რთულია ოპერაზეც არაფერი კონკრეტული ხელ ჩასაჭი. მეორე რა შეიძლება იყოს აბესალომ და ეთერის დადგმა დამოუკიდებელ საქართველოში და ნებისმიერი რამე როგორც კედელთან და ქვებთან ქვაში ნაკვეთი ქართული მუსიკა რომელიც ქვასთან არის დაკავშირებული. არ ვიცი, პირდაპირ გიორგის გადავლიცავ ესე მარტივად. მეორე მინიშნება უნდა ვნახოთ. ოკეი. ნახოთ. ვიდეო გოლის სახით. ეს იყო მეორე მინიშნება. არ ვიცი რამე დაგიმატა, არ დაგიმატა, მაგრამ ამასთან და იმასთან ერთად რაღაცა შეიძლება გამოცხეს. კაი. ხო, ნუ საქართველოსთან თვარეს არ იყო, ესე იგი მაინც Rolling Stones და მუსიკას უნდა მივაქციოთ სავარაუდოდ ყურადღება. საქართველოსთან თუ არის და რა? საქართველოსთან თვარეს არავინ არ ყოფილა მეთქი. ოკეი. ფრინავი თებში, უცხოპლანეტელები. She's like a Rolling Stone. და ეს არის მოვლენა საქართველოს ისტორიაში. საქართველოს ისტორიაში მოვლენა შეგვიძლია ეგრე ვთქვათ. კაი, მიწეთ. შანშე? შენი მსჯელობის დრო არის? ქვაზე და მუსიკაზე აქცენტირება რატოა ესე მაგას ვერ ხვდები რა. მუსიკა და ქვა თან კოსმოსი. რა შეიძლება იყოს საინტერესო. მგონია რომ ჩაკრლოს კოსმოსში გაშვება არ იქნება, მგონია ერთ წინა გადაცემაშიც იყო და ისედაც ძალიან ბანალურია ამ იმაზე. კიდევ რა შეიძლება იყოს? კიდევ ვიფიქრე რომ 1980 წლის მუსიკალური ფესტივალია, როკ ფესტივალია საქართველოში, ესეც საკმაოდ ცნობილი მოვლენა იყო. შეიძლება Rolling Stones იყო ჩამოსული. შეიძლება არ იყო. და არ ვიცი, იყო ჩამოსული საინტერესო. Rolling Stones რო საქართველოში ყოფილიყო ჩამოსული და Mick Jagger თუ Ian Gillan-მა იქორწინა ხო საქართველოში თუ რაღაც. ან მსმენია რომ Mick Jagger 80 წელს ყოფილიყო საქართველოში. სხვა საქართველოს ისტორიიდან რომ რაღაც კონკრეტულად მუსიკამ ქვა და ანგრიან რაღაც არ ვიცი, იერიქონის კედლები არ ყოფილა მსგავსი საქართველოში, მე რამდენადაც მახსოვს. ამიტომ ორქულიანზე გადავულიცავ გიორგის კონკრეტული ვერსიის გაშ 80-იან იმას ვერ გავრისკავ. ხო. დააფიქსირა? არა. მესამე მინიშნების დრო არის, რომელიც არის ასობაში რაღაც იდეა გამიჩნდა. გაგიჩნდა, ჯერ არ თქვა. სასაცილო. ხო, არ ვიცი, რამდენად სასაცილო თუ არა. ეს გახლავთ მესამე მინიშნება. ჩვენამ ჩაშთაც ვაჩვენებ. და გიორგის გადავცემ. გულსასმენები.
ვისაც მოგცე, რა ვიცი. Woodstock-ის ფესტივალი. Woodstock-ია? რავი, Woodstock Musical წერია ბატონო. წერია Woodstock-ი. წერია Woodstock-ი, კაი. საქართველოს როგორ დავაკავშიროთ? საქართველოს Woodstock-ის ანალოგი რა იყო? რომ არ ვიცი ეს Woodstock-ის ანალოგი რა იყო საქართველოში. რა ვქნა? She's like a Rolling Stone. საით მიდის შენი ფიქრის? რაღაცა ანალოგი უნდა იყოს Woodstock-ის საქართველოში, რომელიც არ ვიცი, open air-ის მეტი ეფერი ამახსენდება და open air-ი არ ვიცი. Sharon Stone-ის ჩამოსვლა საქართველოში. მოვლენად არ ითვლება. მოვლენა. თეორიულად შეიძლება. ანუ იდეაში ხო. ზუსტად სახელი რა არის, არ ვიცი რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უნდა იყოს რაღაცა პირველი როკ ფესტივალი საქართველოში, რომელიც Woodstock-ის ანალოგად შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ არ მგონია დაჟესტური პასუხი თუ არის თუ ჩაითვლება. ეგეთი ფორმულირები როკ ფესტივალი, ხო? არ ჩაითვლება. არა. კაი. თქვათ, ეგ არ არის, მაშინ რა უნდა იყოს? ფაქტია, რომ როკია, იმიტომ რომ აქაც ქვებია, იქაც როკი იყო, აქაც როკი არის. აბა, გისმენ. თუ გინდა რამე გარისკე დააფიქსირე, ანუ დააფიქსირო, ან გადავცეთ. ხო, არ ვიცი გადავცეთ, ან თუ ეგ არის სახელი არ ვიცი, ხო, გადავცეთ. შანშე. არ დააფიქსირა, ხო? არ დააფიქსირა, გიორგი. ოკეი. ეს არის სამეროფლავისის მომენტით line-up-ი. 16 აგვისტო, 17 აგვისტო Rich Heavens-ი, ოკეი, კარგი ხალხი. ფუ. Santana, ეს. White Lake House, no. სამეროფლავი, აქწერია რომ Woodstock-ია, მუსიკა, სამეროფლავი იყო 67-ში. ერთია რომ 67-ში საქართველოში რაღაც მოხდა და უნდა ვიცოდე. მაგრამ არაფერი მუსიკასთან დაკავშირებული 1967 და მე არის ერთგულიანი, ხო? კი. თბილისის open air-ი რო იყოს, მაგრამ ახლა ჩემი ფიქრობ რაზეა open air. ვითომ კედლის დანგრევა open air-ზეა მინიშნება მთვარის ეს. კარგი დავაფიქსირებ, მოდი რატო გავწელოთ. 1980-ში ჩატარებული როკ ფესტივალი. აფიქსირებ. კი, აბა მეტი ვერსია ერთიანზე გამოიწვია. გიორგი, დააფიქსირა, მაგრამ არ არის ეს სწორი. ოკეი. ამიტომ ერთგულიანი მინიშნება, რომელსაც ვერ გამოვიცნო. რომელსაც არ ვიცი, მგონია რომ არ ვიცი. ერთგულიანი მინიშნება. ეს პირადად ჩემია, მე დამებრუნეთ, მაგრამ სამახსოვროდ ვინახავ. რა არის ეგ? ეგ არის შეშვების ისე რა, რომელსაც გიშვებენ სადღაც. ანუ ისე და ისე ხო, ისე მუსიკალურ ფესტივალზე რითაც გიშვებენ, ხო და რავი, იყოს თბილისი open air-ი, რა ვიცი, მეტი არაფერი არ ვიცი. მეც არ არის ცხადია. ეს სწორი პასუხია, მეგობრებო, სწორი პასუხია და რა. წინას მაგას ფიქრობდი, რა ვიცი, წინას მაგას ფიქრობდი, მაგრამ მთელი კითხვის განმავლობაში ვიძახით, რომ მარტო თბილისი open air-ი ვიცით ფესტივალი და ხო და შენც ესე იკავე. ანუ open-ი ვიცოდი, მაგრამ ძალიან ზოგადია მარტივი, ანუ მეც მარტივი მეგონა, ხო. ანუ მე დავფიქსირე 80 წელს რო ჩატარდა როკ ფესტივალი. ხო და ეგ არ ვიცოდი ვაფშე. Music breaks free არის open air-ის სლოგანი. ხო. და პირდაპირ პირველი open air-ის პრომო ვიდეო რგოლიდან იყო მოყვანილი. მან იცით რა იყო? ერთია რომ თვითონ რაღაც უცხო პლანეტელები გასაგებია პრინტი, მაგრამ ყურადღება უნდა მიგექციათ, იქ ძალიან ბევრი სპონსორები იყო ჩამოწარებული. მე მეკონა რომ ეს ტელევიზიის იქიდან იყო ამოღებული და music box და რაღაცები კი დავიგნახე იქ. ხო, მე მეკონა ხო რაც MTV-ს იმის გავდა რაღაცა. თანამედროვე სპონსორები რა. არა, შეიძლება ასოციაციური მინიშნება ყოფილიყო და არ ყოფილიყო პირდაპირი, მაგრამ მაინც მე მგონი მაგარ შორის და ხო და უფრო ის დავფიქსირე. კი, რაღაცას. ხო, მეც ხო მაგას ვიძახდი რა, ანუ მესამე იმაზე, მაგრამ სამქულიანიდან მოყოლებული ორივე იძახით, რომ ნუ open air-ი, მაგრამ რა უნდა იყოს პასუხი და მე ხელშებოჭილი ვარ, რომ გითხრათ, რომ ეგ არის. კაი, თბილისი open air-ი უკვე მრავალი წელია ცნობილი მუსიკალური ფესტივალია თბილისში და ნახოთ ვიდეო რგოლი. 2009 წელს, როდესაც მუსიკალურ პროექტს სტეფანე და სამი ჯი მათი სიმღერის We Don't Wanna Put In ტექსტის შეცვლას თხოვენ, ისინი უარს ამბობენ ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობაზე. პროტესტის შედეგად იბადება ალტერნატიული მუსიკალური ფესტივალი თბილისი Open Air, რომელშიც ქართულ მუსიკოსებთან ერთად არაერთი საერთაშორისო შემსრულებელი მონაწილეობს.
შარდენის ქუჩასა და შემდგომ თბილისის იპოდრომზე გამართულ ფესტივალს 70,000-ზე მეტი ადამიანი ესწრება. თბილისი Open Air მალევე იქცევა არა მხოლოდ მუსიკალურ, არამედ სოციალურ პლატფორმადაც. არსებობის 17 წლიან პერიოდში მას პინძლობს ისეთ არტისტებს, როგორებიც არიან Deep Purple, Placebo, Archive, Zemfira, Alt J, Tiger Lilies და სხვა. ვაგრძელებთ მაძიებელს, ანგარიშია 2-1, რაღაც ფრთხილად და მძიმედ მივიწევთ წინ, მაგრამ კიდევ 2 კითხვა გვაქვს სათამაშო, ერთი საქართველოს ისტორიიდან, ერთი მსოფლიო ისტორიიდან. ამჯერად ჩანშესთან გადავალ პირდაპირ. პირველი მინიშნება არ გადავალ არსად, იმიტომ რომ არის ვიდეო მინიშნება. ვიდეო ამონარიდი, სუბტიტრების არსებობას ყურადღებას მომიაქცევთ დიდად. And who knows? In 10 years, some of the boys who send them may be unsullied in their turn. Us all shall prosper. კი, უსასვენები. საინტერესო. ანუ სცენას აქვს მნიშვნელობა თავის შინაარსით ურთიერთობრივია. სცენას აქვს მნიშვნელობა, ვიღაცა არის დაბანაკებული. სავარაუდოდ საბრძოლოდ ემზადება და ქალი მიდის მოწინააღმდეგესთან მოსალაპარაკებლად. ამას აქვს ჩაგდებული ხელში და ესენი ცდილობენ ბრძოლის თავიდან არიდებას. და მიდის დეანერისი რომ მოელაპარაკოს ამ აღნიშნულ ადამიანს ეს სცენა ის ხო და მე დაწვას ქალაქს ეს რამდენიმე ასოციაცია კი მომივიდა მაგრამ ახლა როგორ უნდა გავფიქრე ანუ მე რაღაცა მიმართულების მიცემით ვერ ჩავერევი ამ ამბავში უბრალოდ ძალიან იდეალური იდენტურობაც შეიძლება არ იყოს ახლა გავრისკო როგორ გავრისკო გიორგი შეიძლება გარისკოს 4-იანზე გვაქვს ისეთი ვერსია რომ ფიქრობ რომ გარისკო კი მოდი მე რატომ ვიყვა ახლა ესეთ საინტერესო მაინც ვითამაშებ საინტერესო თამაშია რომ 4-იანზე გარისკო 4-იანზე გავრისკო კი მაგას იმიტომ და დარწმუნებული თუ არ ვარ გიორგი გარისკოს 4-იანზე გონია არ ვიცი ნება შენია კარგი მოდი ერთს დავაცდი რა ერთს დავაცდი მინდი მეტი არ ვფიქრე არ გარიქსი ხო კაი პირველს მომიდა თავში და საქართველოს ისტორიის მოვლენაზე საუბარი ეს არის ტყვეთას ყიდვა იმიტომ რომ ჯერთი გავს ასე ვქვია მონების ბაზარს მერე იქ ლაპარაკი არის აი ამ ანსალიდებზე რომლებიც შეიძლება მამლუქების რაღაც ანალოგი იყოს მე მოვალე ვარ გაგიფილტრო რომ ტყვეთას ყიდვის საკრძალო ქონდა კითხვა ქონდა ოკეი значит არის ანუ რაღაც მოლაპარაკებები შედგა და აი ამ რა ქვია ახალგაზრდა დედოფალმა უარი თქვა რაც აი ბასიანი საინტერესო დილემა რომ 4-იანზე გარისკო თუ ხო იმის იმედად იყო რომ 3-იანზე შანსი არ გარისკავს ეგ არის ხო გარი იმიტომ რომ 2-1-ს ვაკებ ხო 3-იანს თუ გარისკა 4 ხულა იქნება მე 4-იანი უნდა ავიღო 4-1 გახდება თუ 3-იანი გამოიწვა თუ 3-იანი გამოიწვა აბა კაი რაღაც ბასიანს ფიქრობ მაგრამ არ დავაფიქსირებ არ დავაფიქსირებ კაი არ დააფიქსირა ვერსია აქვს გიორგის, მაგრამ არ დააფიქსირა. ნახოთ მაშინ მეორე მინიშნება ბოდიში. რომელიც აქ მაგ. ეს გახლავთ მეგობრებო. მეორე მინიშნება. ოკეი. ის სფერის სხვა რაღაცის ფიშ ეს არის საკმაოდ ძველი რუკა. აი, შენს გეტყვი, გიორგისაც ვეტყვი მე რომ ბუნებრივია ეს რაღაცა ხარვეზი არ არის.
ეს რაღაცა ხარვეზი არ არის? ხო, ცხადია. აჰა. ანუ თვითონ სამხილის ხარვეზი არ არის ეს რომ ეს არის დიდი იმპერია, როდესაც საქართველოს გურგეანის სხვა ეს არის საქართველოს როდესაც იმპერია იყო გადაჭიმული აქედან აქამდე და ეს არის სამხრეთ თურქეთი. ეს რისის სასულთნოა რომის ბასიანის ბრძოლაში რუქნადინი და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო რომის სასულთნო თუ თურქეთის ტერიტორიაზე. ახლა რო გავიხსენო, რო ვიცოდე რომ თურქეთის ტერიტორიაზე იყო დავაფიქსირებდი ანუ ჩემი ისტორიის მასწავლებლები თუ მეყურებენ მაპატიეთ რა. აი მხელ ტერიტორია თუ ის არის რა საქართველოს რასაც აღნიშნავდა მე-12 საუკუნეებმა, მე-13 საუკუნეებმა დავით აღმაშენებლამდე არ ყოფილა საქართველოს ტერიტორიას რა და არც მას შემდეგ ეპოქა ყველა ვარიანტში თამარ მეფის პერიოდია. ეგ რო დავავიწრო, თამარ მეფის პერიოდთან დაკავშირებით ეგეთი სცენა მარტო ეგ არის რა. ეს არის რუქნადინის ელჩობა ქვია მაგ იმას, როდესაც ელჩი მივიდა თამართან და დამამცირებელი მოთხოვნები წამოუყენა ჩაბარების შესახებ. ეს იყო ბასიანის ბრძოლის წინ და შესაბამისად თქვენი ზაქარია ხარგდელისგან შესაბამისი პასუხიც მიიღო. მოდი მაგ მოვლენას საქართველოში ქვია მგონი რუქნადინის ელჩობა და მაგას დავაფიქსირებ. მოვლენა როგორც რუქნადინის ელჩობა. ხომ ეგ მოვლენა არის მოიცა ერთი წამი. თუ ბასიანის ბრძოლა ხო არ დავაფიქსირო, ახლა მაგას ვფიქრობ. ან რუქნადინის ლაშქრობა საქართველოში. კარგი მოდი იყოს რუქნადინის ლაშქრობა საქართველოში. რუქნადინის ლაშქრობა საქართველოში. თამარობის და რუქნადინის ბრძოლა საქართველოში. და კაი, რა იყო რუქნადინის ლაშქრობა მაშინ რომ მითხრა? ხო მგონი 1202 წელს ეს იყო რუმის სასულთნოს ანუ რაღაცა მეფეები რომ ერგო თამარს გიორგი მესამის გამემკვიდრეობით ერთ-ერთი აუჯანყდა და რუმის სასულთნო იყო რუქნადინის მართველი იყო რუქნადინი, რომელიც მოვიდა და ესეთი დამამცირებელი საელჩო მოთხოვნა წაუყენა, რომ უნდა ჩაბარებულიყო და ცანათლა გაყოლოდა თამარ მეფის მერე, შემდეგ რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით ისტორია. რა ვიცით გითხარი? რა ვიცით რომ ის არის, რა ქვია, ზაქარია ხარგდელისგან შესაბამისი პასუხი მიიღო, მერე თამარი თვითონ წარმოშობა ჯარს და დაამარცხეს რუქნადინი და ასე გაგრძელდა ნახევარი საუკუნე საქართველოს დომინაცია ამ რეგიონში. და შენ პასუხში, ანუ მე ვიცი რა ხო ხდები ძალიან ბევრი რაღაცას რო ვაერთიანებთ ხოლმე პასუხში. არა, რუქნადინის ლაშქრობა იყოს, რუქნადინის ლაშქრობა საქართველოში. რუქნადინისა და თამარ მეფის ბრძოლა ეგ არის. ეგეთი ერთი კონკრეტული მოვლენა. ერთი კონკრეტული მოვლენა, რომელშიც რუქნადინმა და თამარ მეფემ იბრძოლეს ერთმანეთში. რა ქვია მაგას? ბასიანის ბრძოლა ქვია მაგას. მოიხსენი? ამდენი ჭიდაობა დაგვჭირდა, იმიტომ რომ მე არა ასე მაჩქარებ ხოლმე და იმას რა თუ არ აჩქარებ. არა, ვაჩქარებდი რომ ჩამოეყალიბებინა ფორმულირება პასუხის და აფიქსირე, იმიტომ რომ რაღაცა ზოგადს ამბობ და ზოგადში ხო. ხო ხტები ანუ როდესაც რაღაცა ისტორია მეც ისე კარგად არ ვიცი რაღაცების გახსნა მჭირდება და უბრალოდ აღმედგინა და რაღაცა ვრცელი ლაშქრობა შეიძლება რამდენიმე ბრძოლისგანაც შედგებოდეს, ხო? ჩამოვიდა ვიღაცა და გამოიარა იქ ბრძოლა, ამიტომ რაღაცა დაკონკრეტება მჭირდება. ოკეი, ვიცი არ მესმის. თუმცა ეს სწორი პასუხია. რა, შამქორი? ბასიანი. ბასიანი. გიორგისაც ჰქონდა ბასიანის ბრძოლის ვერსია, რომელიც არ დააფიქსირა. ხო, ბოლოს თავი შეიკავა, თუმცა აპირებდა. ხო, ეს რომ დაფარულია, მე მივხვდი რომ რომის სასულთნო შეიძლება ყოფილიყო. ამის შემდეგ ჰქონდა ესეთი მინიშნება. ეს გასაგები იყო. ეს არის კლუბ ბასიანის ლოგო. მეოთხე რა იყო სიტყვა ბასიანი? მეოთხე იყო ამონარიდი რუქნადინის წერილიდან ყოველი დიაცი რეგვენია და შეგებძანებია ქართველთა აღებად. ორივე შემთხვევაში იყო ცნობილი მეფე დედოფლის, ასე ვთქვათ, დამცირება მოწინააღმდეგის მხრიდან, მოლაპარაკებები, რომელსაც მოყვა ბრძოლა. დიდი ხნის წინ მაგთან ნახი და მე გავხსენდა რა იყო, თორე თავიდან მე უბრალოდ ერჩობა მეგონა ის. ზეი უნდა გამერისკა. უნდა გაგერისკა, კი, მე რაღაცნაირად მეგონა რომ ბოლოს გარისკავდი, მაგრამ მაინც ბოლოს თავი შეიკავა. კაი, ნახოთ ბასიანის ბრძოლაზე მეტი ინფორმაცია მოვისმინოთ. 1195 წელს შამქორის ბრძოლაში დიდი მუსლიმური კოალიციის დამარცხების შემდეგ თამარ მეფის წარმატება რუმის სულთანს რუქნადინს აშფოთებს. საქართველოსა და რუმის სასულთნოს ინტერესები შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე იკვეთება. სულთნის მაცნე თამართან უხამსი მუქარით გაჯერებული წერილით მიდის და დანებებას თხოვს.
მეფის შეურაცხყოფისათვის ზაქარია მხარგრძელი მაცნეს სილასაც გააცნის. საბოლოოდ ყველაფერი ბასიანის ველზე წყდება, სადაც ქართული ლაშქარი დავით სოსლანის მეთაურობით სასტიკად ამარცხებს რუქნადინს. ქართველები ხელთიგდებენ დიდ ალაფს, სულთნის დროშას და უამრავ ტყვეს. რუქნადინი კი ბრძოლის ველიდან არზრუმში გარბის. ბასიანის ბრძოლით საქართველო ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო იმყარებს ჰეგემონიას. ვაგრძელებთ მაძიებელს, ბოლო კითხვა დაგვჭა სათამაშო მივადექეთ მსოფლიო ისტორიას. ამჯერად მსოფლიო ისტორიიდან მოვლენა უნდა გამოვიცნოთ და გიორგის აქვს უპირატესობა ამ შემთხვევაში. ამჯერადაც ვიდეოთი ვიწყებთ. საინტერესოა. მოდი ვნახოთ ვიდეო. დინამო ფიფიას გარეშე! დინამო ფიფიას გარეშე! აი, ვიტყვი, მე მგონი პრობლემა არ არის, რომ გავაჟღეროთ, ხო? დინამო ფიფიას გარეშე. ოკეი. შანშე ყურსასმენები. სოფლიო ისტორიაზე ამჯერად პირიქით. სოფლიო ისტორიიდან ხო იყო ხოლმე მინიშნება და საქართველოზე, ეხა პირიქით. სოფლიო ისტორია. კაი. ვიღაცა ფიფიას გარეშე. ფიფია არის რომანი. ვიღაცა რომანის გარეშე. რაღაცა აჯანყება რომაელებს წინააღმდეგ. ეგეთი ბევრია. ეგეთის მეტი რა არის და. ხო, რავი სიტყვაზე. აი, თამბერც არა სხვა შორის. ემინა სპეციფიკალი რომაელების წინააღმდეგ. ერთი შეიძლება იყოს სპარტაკი. სპარტაკი რომის წინააღმდეგ არ იყო, გლადიატორების აჯანყება იყო. რომის წინააღმდეგ იყო მაგალითად ბარ-კოხბას აჯანყება. ისრაელს. იგი და იქ უფრო მარტივია. გასადროდეში ვერსია იყო ბატონ წამყვანი. კი. აქაც აგებდა იკითხე. ხო. მარტივი როა მაგას დაგეთან. რა ვიცი, მაინც ვთამაშობ, მაინც შანსის უფრო ეკუთვნის მოგება, მოდი ვთქვათ, რომ ეს არის სპარტაკის აჯანყება. აფიქსირებ. კი. კარგი. მივიღებ. ნუ რისკის მიზეზი გასაგებია. დააფიქსირა? დააფიქსირა. შენ მოგივიდა ვერსია? მე მომივიდა სპარტაკის აჯანყება ძველი წელს 1979 წელს. ეს არის გლადიატორები შეიძლება ერქვას ულტრასებს. დინამოს ფანების მეტსახელი არის გლადიატორები, რომლებიც ამ ვიდეოში ჯანყდებიან რომანის წინააღმდეგ, რომან ფიფია და გლადიატორთა აჯანყება რომანის, როგორც აღნიშნე, რომის წინააღმდეგ, ყველა ცნობილი არის სპარტაკის აჯანყება. 5-5 ეს ბრავო და არა, შანსისაც ხონდა აგერა. შანსიც მიხდა. მე პროსტა გამიმართლა რომ პირველი ვიყავი ახლა. გიორგიმ არ იცოდა რომ გლადიატორები არა, მეც არ ვიცოდი დაუშვი. ივარაუდი, ხო, ეგეთ სახელი ჯუნგლები და რაღაცები თუ არა გლადიატორები რო ქვია, ზუსტად არ ვიცოდი. და ხო, გიორგი მივარაუდა რომ რომანის წინააღმდეგ ჯანყდებიან. ანუ რომაელების წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო. ყველანაირად მე ანუ რომანი ხო მე მარტივი ხო. მე არ მეგონა ეს, აი რაღაც შემთხვევაში უცებ დაიჭირეთ ეგ ისა, მაგრამ მინიშნება ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ისე იდეალურად მოხდა გლადიატორები ჯანყდებიან რომანის. გლადიატორები არ ვიცოდი, მაგრამ ამიტომ ვფიქრობ სხვებზეც, რომ ცოდნო და მით უმეტეს. ცოდნო და მით უმეტეს ადვილიყო. 5-5 ხდება ანგარიში ორი ეტაპის ბოლოს და მესამე ეტაპზე გადავდივართ. სანამ გადავალთ ჯერ მინიშნებები. მინიშნებები, სად არის? რომელს გადმოგცეთ არ ვიცი, მაგრამ აი, ვისაც გენებათ გლადიუსია ხო ეს. ხისხმალია, რომელიც გლადიატორებს გადაეცემათ გათავისუფლებისთვის. ოღონდ ეს სამქულიანი არ არის, სამქულიანი იყო. შედარებით მარტივი კითხვა იყო ეს სამქულიანისთვის. აბა. კიკ დუგლასია. ოკეი, კიკ დუგლასი. და სხვა სპარტაკი. და სხვა სპარტაკი. ნუ ეს ხო მე კიკ დუგლასი. ხო, აიკონი. და ერთგულიანი. ბოლო მინიშნების გამოყენება არც ერთი მოთამაშის მიმართ არ მომიწია, ეს იყო ბოლო მინიშნება. კარგი, ნახოთ სპარტაკის აჯანყებაზე დამატებითი ინფორმაცია. რომაელებთან მებრძოლ თრაკიელ მეომარს სახელად სპარტაკს ატყვევებენ და გლადიატორად ყიდიან. კაპუის გლადიატორთა სკოლაში აღმოჩენილი მეომარი ნელ-ნელა იკრებს თანამზრახველებს, აწყობს შეთქმულებას და უთანასწორო ბრძოლის მიუხედავად 77 თანამებრძოლთან ერთად ვეზუვის მთას აფარებს თავს.
მათ უერთდებიან გაქცეული მონები და გლადიატორები, რომელთა რიცხვიც 20,000-ს აღწევს. აჯანყების ჩასახშობად გამოგზავნილ კონსულებს სპარტაკი მიყოლებით ამარცხებს, მათ შორის მარკუს კრასუსსაც, რის შედეგადაც სამხრეთ იტალია აჯანყებულთა ხელში გადადის. სპარტაკს იტალიის დაატოვება და მოძმეების სამშობლოში დაბრუნება სურს, თუმცა აჯანყებულებს კრასუსისა და პომპეუსის გაერთიანებული ლაშქარი ალყაში აქცევს. გადამწყვეტ ბრძოლას კი სპარტაკიც ეწირება. მეგობრებო, პირველივე თამაში გამოდის, რომ მესამე რაუნდი გადაწყვეტს გამარჯვებულის ბედს. მესამე რაუნდში ჩვენ გვაქვს 3 კონვერტი. მე უკვე აღნიშნე, რომ შევცვალეთ ცოტა ფორმატი. გვაქვს 3 კონვერტი, რომელშიც თითოეულში დევს თითო თემა. გავფილტრავთ ახლა, გამოვრიცხავთ და ერთი დაგვრჩება და იმერძე ვითამაშებთ 3 კითხვას. თითოეული კითხვის გამოცნობის შემთხვევაში მიიღებთ 2 ქულას. ბოლოს გიორგი დაეწია შანსს, ამიტომ გიორგი რომელი გავარიცხოთ. პირველი, მაგრამ ვისაც ჯერა რაღაცა ბედის წერს. წითელი გამოვიცხოთ. მე ყვითელი გამოვიცხოთ. წვანეზე ვთამაშობთ. აქაც 2 საქართველოს ისტორია, 1 მსოფლიო. 1 მსოფლიო. ოკეი. ეს თემა არის ქალები პოლიტიკაში. აუφ. საინტერესო. ქალები პოლიტიკაში. შეკითხვა პირველი. შუა საუკუნეების ეს პოლიტიკოსი წარმოადგენდა საგვარეულოს, რომელიც 1191 წელს წარუმატებლად აჯანყდა. თუმცა მისი სახელი მეფის სასარგებლო საქმეს დაუკავშირდა, რომლითაც საკუთარი სახელის ანაგრამა აღკვეთა. და დაასახელოთ ეს პოლიტიკოსი. ქართველი, ქართული. 3. ოკეი. 2, 1. ეს არის კრავაი ჯაყელი, ორივემ გამოიცნოთ, 7 გახდა ანგარიში შესაბამისად. 7. შემდეგი შეკითხვა. ისევ ქართველი. ეს ადამიანი არაერთ წყაროში მოიხსენიება, როგორც ქალი ლექტორების პირველი მერცხალი. მისი სოციალ-დემოკრატიული საქმიანობა კი იმ წლებს უკავშირდება, როცა ქვეყანაში პირველი მხატვრული ფილმი გამოვიდა. 3, 2. სახელმწიფო აუცილებელია? მარტო იმითი მაშინ მეც არ მახსოვს. შენ გახსოვს? აია, მეც არ მახსოვს. იმიტომ რომ 3 კითხვაზე აუცილებელი იყო სახელმწიფო. ოკეი. მე პროსტა პირველ მერცხალზე ნამჭედლი და დავწერე რომ პირველი მერცხალის რეჟისორი არ მახსოვს ვინ იყო. არა. ეს იყო პირველი ქალი დეპუტატი და ამავდროულად პირველი ლექტორი. მუსლიმი? არა. ფარიხანუმ სოფიევა. მინატორა ტოროშელიძე? არა, 5 ქალი ყავდა პირველ იმაში. ეკატერინა პირველი პერფეგასოვა. ფილმი იყო მინიშნება ქრისტინე. მისი შუა სახელი იყო ჩიტო და ეს იყო მერცხალზე მინიშნება შარაშიძე. კრისტინე შარაშიძე. კრისტინე ჩიტო შარაშიძე. ოკეი. და ისე გამოდის რომ ბოლო კითხვა ან დამატებითი კითხვა გადაწყვეტს ყველა. ეს არის სოფლის ისტორიის ქალები პოლიტიკაში. კი. ვაუ. 1905 წელს ამ ადამიანის ქორწილს პრეზიდენტიც დაესწრო. ქორწინებიდან 40 წელიწადში ცნობილი ქმრის გარდაცვალების შემდეგ გაეროში აშშ-ს დელეგატად დაინიშნა, რა პოზიციასაც 7 წლის განმავლობაში იკავებდა. მე მაქვს ელეონორ რუზველტი. ეს ორი პასუხია, ეს არის ელეონორ რუზველტი, ანუ 9-9 ხდება ანგარიში, მე მგონი უსასრულოდ გრძელდება ჩვენი თამაში. რადგან ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, ამ კითხვების შედეგად თამაშობთ ამჯერად დარჩენილი კონვერტებით. ხა შენ გამორიცხოს წინა მე დავიწყე. არა, დავუთმობ, მე არ მაქვს მხოლოდ მსახურები. მე გადავწყვეტ, ოღონდ არ ვიცი შეგნით. კაი, ყვითელი ვითამაშოთ მაშინ. ვითამაშოთ. მე არ მაქვს პრეტენზია. ფერები. აუφ. ევროპაში მოქმედი საზოგადოებრივი პოლიტიკური ორგანიზაციის გარდა, რომელიც
მეზობელი ურჩხულისთვის წინააღმდეგობის გაწევას ისახავდა მიზნად. ეს სახელი ქართული ჰერალდიკისთვისაც არ არის უცხო. ფერებია თემა. ეს არის თეთრი არწივი. თეთრი გიორგი. ეს არის თეთრი გიორგი. ურჩხულისთვის ურჩხულის, წინააღმდეგობის ხო. გაწევა ოკეი, მართალია. გიორგიზეა მინიშნა. მართალია, თეთრი გიორგი შანშე გავიდა 2 ქულით წინ 11-9. აბა შემდეგი ვნახოთ. ლეგენდის თანახმად ამ ჰიდრონიმის სახელი ხრესილის ომს და იქ დაღუპულ მეომრებს უკავშირდება. 3 2 ჰიდრონიმი ის? ჰიდრონიმი. გისმენთ? მე დავფიქსირე წყალწითელა, შეიძლება წითლად შეეხება. წყარო. წითელ წყარო. საქმე ის არის, რომ სწორი პასუხია წყალწითელა, რაც ნიშნავს, რომ მოიგო შანშემ ეს თამაში. მოიგო გილოცა. ეს იყო სისხლიანი აუზი. აღარ მინდა შეგიძლია პრიზების ხებს მისცეთ მამაპატიეთ. ბოლო კითხვას აღარ წაგიკითხავთ. სხვაგან გამოვიყენეთ რა თქმა უნდა. ამიტომ გიო. მადლობა. ჩვენიერი იყო. მადლობა. საინტერესო ჰაილაითები გქონდათ ორივეს და ძალიან ესე იგი მე მგონია რომ ერთმანეთმაც დაგძაბათ ისეთი რაღაცა თამაში. არ მე დაძაბული ვიყავ ახლა გიორგი ბაქრაძეს რო არა, კაი. სხვანაირად თამაშობ ამაზე. მაგრამ როგორც შეგვიძლია განსარიალი არ გაგიშვებ. ჩვენი მეგობრისგან, პარტნიორისგან, PSP-სგან ეს სასაჩუქრე ყუთი და ასევე ჩვენი სეზონის პარტნიორისგან, Extra G-სგან ასევე საჩუქრები. მადლობა. შენ შანშე კი ხელცარიელი გადადის მე ნახევარფინალში. სადაც შევხვდებით და გავიგებთ ვინ იქნება მისი მეტოქე ნახევარფინალში. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი სეზონის პარტნიორია Extra G, ჩვენი სეზონის პარტნიორია PSP, ასევე ჩვენს გადაღებას უზრუნველყოფს Click Production-ი, ხოლო მუსიკალურ შეფუთვას Heima Production-ი. გამოიწერეთ ჩვენი არქი თაროს თაობა, ეს ჩვენი წინსვლისთვის და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოიწონეთ ჩვენი გადაცემა, კომენტარებიც დაგვიტოვეთ თქვენი აზრი. გაგვიზიარეთ და აუცილებლად შევხვდებით მაძიებლის მესამე სეზონის მეორე ეპიზოდში. კარგად. მადლობა. მადლობა.